გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. გადაცემა მინდა დავიწყოთ ერთი ვიდეოთი. ამბავი ასეთია. 5 წლის წინ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში შემოგვაპარეს ბიძინა ივანიშვილისადმი მიძღვნილი უზარმაზარი დითირამბი, სადაც ეწერა რომ ის არის ზეკაცი, რომელმაც საქართველო ააყვავა. მაშინ ეს ცუდად მენიშნა. მივედი პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, თამარ ტალიაშვილთან და ვკითხე აზრი ამასთან დაკავშირებით. მოგწონთ თუ არა რომ ამ ფორმით არის ეს სახელმძღვანელოში? ის არ არის ჩვეულებრივი მეცენატი, ეს შეიძლება ითქვას როგორც საერთაშორისო მასშტაბით, რადგან უნიკალური ასევე ფერწერული ტილოები, რომელიც დააბრუნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში, ასევე რაგბის თუ სხვა სპორტის მიმართულებით შევიცვალოთ და მე გავაგრძელოთ თუ გქონდათ რომ ეხლა შეგვიძლია გავაგრძელოთ. ადამიანი, რომელმაც 10 მილიარდი ლარი საკუთარი შემოსავლისა მოახმარა თავისი ქვეყნის კულტურას. თქვენი ტექსტიც ხო არ ჩაგვემატებინა პარემ ამ სახელმძღვანელოში? გაგიკვირდებათ და 5 წლის შემდეგ სწორედ ეს დაავალეს განათლების ეგრეთ წოდებულ მინისტრს. ყველა ახალი სახელმძღვანელო, რომელიც სამინისტროს მიერ იქნება შემუშავებული, რა თქმა უნდა, აუცილებლად ამ პრინციპს დაექვემდებარა და მაგრამ სანამ შინაარსზე გადავლენ, ჯერ ყდებით იწყებენ. მიქანაძის ინიციატივით სასკოლო სახელმძღვანელოებს ყდები უნდა შეეცვალოს და ზედ ეროვნული ღირებულებები უნდა დაეხატოს. ახლა ის რომ ჩვენთვის და ქოცებისთვის ეროვნული ღირებულებები სრულიად სხვადასხვა რამეს ნიშნავს, ახალი არ არის. ჩვენ უკვე კარგად ვიცით რომ მათი ღირებულებები მეტწილად ფულზე, კორუფციაზე, ანაზღაურებაზე და სკამის შენარჩუნებაზე გადის. ამიტომ ცოტა გაუგებარია როგორ აპირებენ ყდაზე გამოსახონ ისეთი წმინდა ქოცური ღირებულება, როგორც არის მაგალითად, რა ვიცი, თავის მოჩვენება რომ დეკორაციულ პრეზიდენტს პატივს სცემ. ან როგორ უნდა დახატო ყდაზე 200.000-იანი საათი ისე რომ ფონად 45 ლარიანი სოციალური დახმარება უხდებოდეს. არ არის მარტივი. ეს ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. ნამდვილად. მოკლედ, საქმის უდიდეს ნაწილს, ანუ ყდის დიზაინს როცა მოაგვარებენ, დარჩება ისეთი უმნიშვნელო ნიუანსები, როგორიცაა მაგალითად შიგნით შემავალი მასალა. და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ეს დარჩენილი საქმე ჩვენ ვითავთ და ქართულ ოცნებას უშუალოდ ის შევთავაზოთ, თუ რა უნდა ეწეროს ამ ყდების შიგნით. იმიტომ რომ განათლებული ადამიანი ამ რეჟიმისთვის სახიფათოა. მათ პანიკურად ეშინიათ მოაზროვნე ხალხის. მაგრამ რა კი ადამიანებს განათლების სურვილს ასე მარტივად ვერ გაუქრობ, ერთადერთი გამოსავალი რჩება. მოატყუო ისინი თითქოს რამეს ასწავლენ, რაც პრინციპულად იგივეა, ფიქრი და აზროვნება აუკრძალო. ჩვენ არ ვგზავნებთ, ვზღუდავთ. კი, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ჩვენ მოვლენებს გავუსწარით, მეგობრებო, და გავარკვიეთ, როგორი გაკვეთილები ჩატარდება ქოცურ სკოლებში. შეიძლება ეს სილაბუსი ჯერ არ არის დამტკიცებული განათლების სამინისტროს მიერ, მაგრამ დამერწმუნეთ, ამისი დრო აუცილებლად დადგება. მოკლედ, ჩვენ შევდივართ ქოცური სკოლის საკლასო ოთახში. ცოტა გამიქოცეთ ოთახი. არა, ეს 2012 წლის ლურჯია. უფრო გაამუქეთ. აი, კიდე უფრო მეტად ეგ არის. ჩვენ მზად ვართ განათლების მისაღებად. ზარი დაირეკა. პირველი გაკვეთილი. ისტორია. მოკლედ გადავშალოთ ისტორიის სახელმძღვანელო და დავიწყოთ. ისტორია რა არის, ხო ბავშვებო? ისტორია არის მეცნიერება, რომელიც წარსულს ობიექტურად სწავლობს. მაგრამ ჩვენთან ამ სახელმძღვანელოში ისტორია არის წმინდა წყლის ტელეოლოგია. ვინმე მიცით ტელეოლოგია რა არის? ტელეოლოგია არის მოძღვრება, რომლის მიხედვითაც სამყაროში ყველაფერს წინასწარ განსაზღვრული საბოლოო მიზანი აქვს. მოვლენები, ომები, ზავები, სამეფო კარის ინტრიგები, აჯანყებები, ეს ყველაფერი ხდება არა თავისთავად, არამედ იმისთვის, რომ მომავალში შეიქმნას რაღაც იდეალური სახელმწიფო. ვიღაც ამას კომუნისტურ უტოპიად წარმოიდგენდა. ვიღაცისთვის ეს მესიანური ფიგურის გამოჩენად უნდა დაგვირგვინებულიყო. მაგრამ ჩვენ სხვანაირი ტელეოლოგია გვაქვს. სინამდვილეში, ბავშვებო, მრავალსაუკუნოვანი ქართული სახელმწიფოებრიობა თავისთავად კი არ ვითარდებოდა, არამედ უბრალოდ ემზადებოდა ბიძინა ივანიშვილის დასაბადება. ამიტომაც ჩვენი ამ ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს მთავარი კითხვაც სწორედ ეს არის.
ვინ არის სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი? აბა ვინ იცის, ხელი აიწიოს. ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? სად არის ჩხენკელი? განათლების მინისტრობა რო უნდა. ჩხენკელი მიპასუხე, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ჩემთვის თანამედროვეობის 16 თაყაიშვილია. ყოჩახ ჩხენკელი. აბა ბავშვებო, ვინ მეტყვის კიდევ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? იაკონ, უხარ მორიდებული შენ, ჩემო ხუთოსანო გოგო. აბა მითხარი, შენ ხო გინდა თან რომ პარლამენტარი გამოხვიდე? მითხარი, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის 21 საუკუნის აღმაშენებელი, ამას დრო გავა და საზოგადოება ამას ადეკვატურად შეაფასებს. ყოჩაღ მაკასარაშვილი, შენ ნამდვილად გახდები პარლამენტის დეპუტატი. დღეს რაღაცა კარგად ხართ მომზადებული ბავშვი. როგორც ხედავთ, ბევრი ვერსია. ჩვენ ამ გაკვეთილზე უნდა დავადგინოთ სინამდვილეში ვინაა ბიძინა. 6-მეა? აღმაშენებელია? იქნება და საერთოდ დროში მოგზაურია, რომელიც საქართველოს სტუმრობს მის ყველაზე მძიმე პერიოდებში. ამ შედარებებიდან გამომდინარე, მოდით ჯერ დავით აღმაშენებლის რეალური მემკვიდრეობა გავიხსენოთ. კერძოდ კი გელათი. ეს არ იყო უბრალოდ ეკლესია. გელათის აკადემია იქცა აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს თავარ ინტელექტუალურ ცენტრად, რომელსაც თანამედროვეები მეორე იერუსალიმს და სხვა ათენს უწოდებდნენ. სწორედ იქ შეიქმნა ღვთისმშობლისა და ყრმის უნიკალური მოზაიკა. ეს იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ცივილიზაციური პროგრესის სიმბოლო. იცით, ისტორიას ხანდახან აქვს ირონიის საოცარი შეგრძნება. არსებობს რაღაც ისტორიული სული, რომელიც ხანდახან ქმნის ისეთ რეალობას, რაც თავადვე გეუბნება სათქმელს. აი თუ ჩვენ შევხედავთ მე-12 საუკუნის ღვთისმშობლის უნიკალურ მოზაიკას, ვნახავთ, რომ წყლისა და ნესტისგან, რომელიც უხარისხო თუნუქის სახურავიდან კედელში ჩაიღვარა, ღვთისმშობელს თვალთან სისხლ ჩაქცევასავით აქვს გაჩენილი წყლული. ისტორიული ძეგლი პირდაპირი გაგებით ნაწამებია. და ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური მეტაფორა. იტალიელი ექსპერტის რობერტო ნარდის დასკვნით ამ უნიკალური მოზაიკის 99% კედელს უკვე მოშორებულია. ფრესკასა და კედელს შორის არსებულ სივრცეში კი თავისუფლად დაფრინავენ მწერები. ისტორიული ძეგლების ასეთი მდგომარეობა ეროვნული განგაშის მიზეზი იქნებოდა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. არ ვიცი, გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში. თქვენ გინდათ ხვალ შვეიცარიის ალთით ცხოვროთ, ბოდიში მოიხადეთ. თუ ხვალით ხოვთ შვეიცარიას, ბოდიში მოიხადეთ. დიახ, ბოდიში მოიხადეთ. რადგან ძეგლთა დაცვის ის პოლიტიკა, რომელიც ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დანერგა, ბევრად წინუსწრებს ზემოთ ჩამოთვლილ ევროპულ ქვეყნებს. გელათის დანგრევით ბიძინა სინამდვილეში მის დაფასებას გვასწავლის, რადგან რაღაცებს მხოლოდ მაშინ აფასებ, როცა მათ კარგავ. ამიტომაც მაკასარაშვილი კიდევ ერთხელ გაიმეორე, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? 21 საუკუნის აღმაშენებელი. სწორია. მაგრამ დღეს ჩვენ შევისწავლით კიდევ ერთ ისტორიულ ფიგურას, რომელიც ძალიან გავს ბიძინა ივანიშვილს. ბორის სკოსილევი. ვინ იყო ბორის სკოსილევი? ეს იყო 30-იანი წლების საერთაშორისო ბელარუსი მოღვაწე, რომელიც ჩავიდა პატარა ანდორაში და ხალხს უთხრა: "ულევი ფული მაქვს, ინვესტიციებს შემოვიტან, სამოთხეს აგიშენებ და ყველას გაგამდიდრებთ." ეს მოღვაწე ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რომ სრულიად შემთხვევით ანდორის მეფე დაირჩიეს. ის გახდა ბორის პირველი. დიახ, კაცი, რომელიც უბრალოდ ვიღაცების გაცურებას აპირებდა, ერთ დღესაც ქვეყნის მართველი გახდა. უნიჭო ისტორიოგრაფებმა ასეთ საქციელს შეიძლება შარლატანობა და აფერისტობა უწოდონ, მაგრამ ეს სინამდვილეში არის გამჭრია ხოლმე. მაგრამ იცით რატომ არის ბიძინა ივანიშვილი მასზე ბევრად მაგარი? ბორის პირველმა სულ რაღაც 14 დღე იმეფა. მერე ანდორელები მიუხვდნენ ნამდვილ იდენტობას, პანჩური ამოარტყეს და ქვეყნიდან გააბუნძულეს. ჩვენი ბორისი კიდევ აგერ უკვე 14 წელია ვერ ბუნძულდება და მტრების ჯინაზე კიდე 14 წელი ვერ გაბუნძულდება. არსა წასვლას არ აპირებს. ვერ მოესწრებით მაგაშვილი. და სწორედ ამას ემსახურება განათლების ახალი რეფორმაც, რომ ჩვენი ბორისი შევიდეს ისტორიაში როგორც ბორის გაუბუნძულებელი. და მადლობა ბატონ გივი მიქანაძეს, რომ ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა და ძალიან მალე ახალი სასწავლო წლისთვის პირველ ნაბიჯებს გადავდგავთ ამ კუთხით. და მე მჯერა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში იმ სასურველ შედეგს მივიღებთ, რომელთაც გვინდა რომ ჩვენი მომავალი თაობები იზრდებოდნენ. კონკრეტულად კი აი ასეთი თაობები. დღეს არის ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის შეკრება. გითხარით, როგორ გახდით ამ ორგანიზაციის წევრი, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება? ყველა ახალგაზრდა უნდა იყოს აქ. მიანაი პრობლემა არ მაქვს დღესდღეობით, ძალიან ბედნიერი ვარ ყველაფრით.
ზარი დაირეკა და ბრუნდებით საკლასო ოთახში. შემდეგი გაკვეთილია ქართული ლიტერატურა. რა თქმა უნდა, ჩვენ ისე ვისწავლით კლასიკოსებს. უბრალოდ ერთი მცირე ცვლილებით. კლასიკოსების ლექსები წიგნში ზუსტად იმ ფორმით შევა, რა ფორმითაც ისინი ბიძინა ივანიშვილს ახსოვს. ბატონმა ბიძინამ რამდენჯერმე სადა ლექსის წაკითხვა და ყველა ჯერზე გენიალურად დაავიწყდა. მაგრამ ის ხომ შეცდომებს არ უშვებს. შესაბამისად, თავად ლიტერატურული ტექსტები უნდა ჩავასწოროთ. მაგალითად, ბარათაშვილის შემოქმედების სწავლებისას საზეპიროები ზუსტად ამ სახით იქნება. აი, თვითონ მეფენიც უძლებელნი, რომელიც უმაღლეს არც ვინ ღარის დაწინაში არც ვინ აღუდგეს. აი, მასე მინდა მივიყვანოთ, რაც ყველაზე კარგად ვიცით, ზურგი მჭადი სახელი და გავიცდება. თვითონ მეფენიც უმაღლესი ასევე ილია ჭავჭავაძის ცნობილ სიტყვებს ისე დაიმახსოვრებთ, როგორც ეს ბატონ ბიძინას ახსოვს. დიდი ილია სიტყვები. საკმაო არ არის რომ კაცი მეცნიერი იყოს. ამასთანავე იგი დიდი კაციც ამასთანავე იგი დიდი კაციც უნდა იყოს. არა, სწორი კაციც უნდა იყოს, სწორი კაციც უნდა. იცით, ზოგ სკოლაში დასავლეთში არის ინტერაქციული გაკვეთილები, სადაც ბავშვები VR სათვალეებით ხვდებიან შექსპირს, სერვანტეს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კაია, ნუ ცუდი არ არის, ტექნოლოგიურია, მაგრამ ძალიან არაორიგინალურია. ვირტუალური რეალობა რა მოსატანია იმასთან, რასაც ჩვენი განათლების სისტემა გთავაზობთ. ჩვენი მთავრობა პირდაპირ ფიზიკურად გაბრუნებთ იმ დროში, როცა ეს გენიალური ნაწარმოებები იწერებოდა. აი, წარმოიდგინეთ, ხართ დალხენილი, გაქვთ კარგი ჯანდაცვა, სტაბილური შემოსავალი, გადახდილი გაქვთ კომუნალურები. აი, როგორ უნდა გაიგოს ასეთმა ადამიანმა ტერენტი გრანელი? კაცი წერდა საფლავებზე, ქარზე, ტუბერკულოზსა და უსასრულო სევდაზე. სავსე მაცივრი და ჯიბეში შენგენის ვიზი, ტერენტი გრანელს რანაირად იგრძნობთ. ამიტომაც მთავრობა სრულიად მიზანმიმართულად გიქმნით ციდუხჭირეს, რომ პოეზიის სიღრმე შეიგრძნოთ. მშიერ კუჭზე და გაუბედურებულ ნერვებზე ლექსი უკეთ აღიქმება. გავიხსენოთ ტერენტის ცნობილი ლექსიდან ასეთი სტროფი. ცამდე წვდება ღამეების სიგრძე. პირველ რიგში დავსვათ კითხვა, სად წვდება ღამეების სიგრძე ცამდე? აბასტუმანში წვდება. და რატო წვდება აბასტუმანში? იმიტომ რომ ბატონმა ბიძინამ აკრძალა იქ თვითმფრინავების გადაფრენა. აი, ავიღოთ მეორე ლექსი ტერენტი გრანელის. გაზაფხული საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. აქ უკვე შემოდის ჩიტის კრიტიკა. თუ დაუკვირდებით, შეფარვით. რავი, შვენიერი საღამოა, მშვიდი საღამოა და უცებ ჩიტმა რატომღაც მოინდომა, მშვენივრად იყო იქ დასკუპებული მტოთზე, მაგრამ მოინდომა გადასკუპება. შემთხვევით ამ ჩიტში ხო არ გულისხმობდა ტერენტი ენჯეოშნიკს, რომლისთვისაც ეს სიმშვიდე მიუღებელია. ამიტომაც გადაფრინდა. ეს სად გადაფრინდა? ესეც საინტერესოა, ხო? გადაფრინდა დონორთან, საკენკზე. აი ეს არის მეგობრებო. დაწერეთ საშინაო და ამ ლექსის ანალიზს დამიწერთ ისე როგორც მე ახსენი ყველაფერი და მოიტანთ. ან ნიკოლოზ ბარათაშვილი ავიღოთ. კაცი ცდილობდა ბედისწერის, გეოგრაფიის და ეპოქის საზღვრები გაერღვია. აბა საზღვრები თუ ღია გაქვთ, ფრენები იაფია და კეთილდღეობაში ცხოვრობთ, რა გექნებათ გასარღვევი? რანაირად გაიგებთ ბარათაშვილის ტრაგიზმს და სულიერ ჩაკეტილობას? და ზოგადად, რანაირად გაუგებთ რუსეთის იმპერიას დაქვემდებარებულ საქართველოში დაწერილ გენიალურ ლიტერატურას, თუ თავადაც რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში არ ხართ. ეს ხომ ფიზიკურად შეუძლებელია. აი, ამიტომაც მოგწყვიტეს ევროპას ზუსტადაც. ამიტომაც ემორჩილებიან რუსეთს. ბიძინა ივანიშვილმა კი არ გავყიდა, უბრალოდ სკოლის პროგრამა გააცოცხლა. ეს არის ლიტერატურის გაკვეთილის 3D, იმერსიული პრაქტიკა. ქართული ოცნება თავის თავს წირავს, პერსონალურ სანქციებს იღებს, ევროინტეგრაციას აჩერებს. ოღონდ თქვენ ამ უმადურმა თაობამ მე-19 საუკუნის ქართული რომანტიზმი ბოლომდე თქვენსავე ტყავზე გაიაზროთ. ჩვენ რუსეთის გუბერნიად კი არ ბრუნდებით, ჩვენ ბრუნდებით ილიასა და აკაკის ეპოქაში, რომ მათი ტკივილი ავთენტურად შევიგრძნოთ. და თქვენ კიდევ მადლობის მაგივრად გახართ და მიტინგებზე დაეთრევით იქ. რა სიკრიჭები, მინდია არაბული. შემდეგი გაკვეთილისთვის ბატონი ბიძინას მიერ წამოჭრილ კითხვებს უნდა გასცეთ პასუხი. როგორც უკვე ვისწავლეთ, ის ამბობს, რომ ბარათაშვილი და რუსთაველი ერთი ხის ორი ტოტია. ეს
არის ერთი ხის ორი წოტი და ეს არის ყველაზე საინტერესო. ამიტომ ერთი მხრივ ლექსიდან ფიქრნი მტკვრის პირას გასარჩევად გაქვთ შემდეგი სტროფი. თვითონ მეფენიც უძლეველნი რომელთ უმაღლეს ამაო სოფლად არ ღარის სხვა რამ დიდება შფოთვენ და რტვინვენ. თქვენ უნდა გასცეთ პასუხი შემდეგ კითხვას. ეს მეფეები რატომ შფოთვენ? და მეორე, რუსთაველის ვეფხის ტყაოსნის მიხედვით რატომ არის ის რომ რასაც გასცემ შენია? დიახ, და ბოლოს საზეპიროთ მოამზადებ დიდი ქართველი პოეტის ავთანდილ მარგიანის ამ ლექსს. ჩვენი ოცნება შენსკენ ისწრაფის ჩვენს გულში შენები წყნავს ცისკარი ივანიშვილო შენზე ძვირფასი ვინყავ ქართველებს დასაფიცად. ზარი დაირეკა დაბრუნდით საკლასო ოთახში, ახლა ფიზიკის გაკვეთილი გვაქვს. აკადემიური ფიზიკა არის სამყაროს ყველაზე ზუსტი, შეუბრალებელი და ჯიუტი მეცნიერება. მას არ აინტერესებს შენი პარტიული კუთვნილება. ფიზიკის გაკვეთილზე გასწავლიან კლასიკურ მექანიკას, გრავიტაციას, მზიდი კონსტრუქციების გამძლეობას, ძაბვას და სითხის დინამიკას. სამყაროში ფიზიკის კანონები უზენაესია. ახლა მოდი ვნახოთ, როგორ მუშაობს ფიზიკა პრაქტიკაში. ავიღოთ სამტრედია გრიგოლეთის 810 მეტრიანი მაგისტრალური ხიდი, რომელიც 2023 წლის 21 თებერვალს ყოველგვარი მიწისძვრისა და ტორნადოს გარეშე ადგა და შუაზე გადატყდა. პირდაპირ მდინარე რიონში ჩაყვინდა. ოფიციალური ექსპერტიზა, ანუ ნამდვილი ფიზიკა გვეუბნება, რომ ხიდის ერთ-ერთი მთავარი ბურჯი მოიშალა, იმიტომ, რომ საძირკვლის ფილა იყო კატასტროფულად უხარისხო. ამ ფილამ ვერ გაუძლო ხიდის ვერტიკალურ სიმძიმეს, ბურჯმა ფილა პირდაპირ გახვრიტა და წყალში ჩავიდა. და ზუსტად აქ მთავრდება კლასიკური მექანიკა და იწყება კვანტური კორუფცია. კომპანია აკორდმა, რომელმაც ეს საოცრება ააშენა, სრულიად დაუმთავრებელ და ფატალურად დაზიანებულ საძირკველში 3.86 მილიონი ლარი აიღო. თუმცა ფულის ჯიბისკენ მიზიდულობა ჯერ კიდევ ჩვეულებრივი მოვლენაა. კიდევ უფრო მეტაფიზიკურია საერთაშორისო ზედამხედველი ექსპერტის ამბავი. ამ ექსპერტს 1.200.000 ლარი ჩაურიცხეს ყალბი ცნობების გაცემაში, ისე რომ ფიზიკურად საქართველოში საერთოდ არც ყოფილა ჩამოსული. ექსპერტის დასკვნა ხიდის გახსნამდე გააჟღერა ინფრასტრუქტურის მინისტრმა და თქვა, რომ ხიდის მე-7 ბურჯი იყო შედარებით პრობლემური. მე-7 ბურჯი ჯერ კიდევ გამოწვევა არის. ანუ მე-7 ბურჯი. რა თქმა უნდა, საქართველოსთან 3000 კილომეტრის დაშორებით მყოფმა ექსპერტმა სწორი პროგნოზი დადო და ხიდის მშენებარე ხიდის მერვე ბურჯი დაზიანდა, რომელმაც გამოიწვია ამ ბურჯზე დაკნობილი ორი მალის ნაშენიც ჩაწვა. ის სულ რაღაც ერთით აცდა დიდი ამბავი. მოკლედ ეს არის კვანტური გადახვართვა. როცა ექსპერტი ფიზიკურად სადღაც სხვაგან ზის, დივანზე წამოწოლილი ყავასვამს, მაგრამ მისი ხელმოწერა სივრცისა და დროის გავლით ჩნდება გზების დეპარტამენტის დოკუმენტებზე თბილისში. ზუსტად 1.200.000 აიღო დისტანციურად მხოლოდ იმაში, რომ მდინარე რიონში ჩასხმული ნაგვისთვის, რომელსაც კინაღამ ტრაილერის მძღოლი ემსხვერპლა, უმაღლესი ხარისხი ეწოდებინა. სიკვდილს სასწაულად გადაურჩა ტრაილერის მძღოლი. კადრებში ჩანს, რომ მანქანა მდინარეში გადაჭეხვას გადაურჩა. აქვე უნდა ითქვას, რომ ცერნის კოლაიდერში მეცნიერები უკვე აწლეულებია მუშაობენ, რომ შექმნან მიკრო შავი ხვრელები. ამაზე იხარჯება ათეულობით მილიარდი ევრო, მაგრამ ვერ ახერხებენ. ამასობაში კი გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტში შექმნა ლოკალური შავი ხვრელი. შავი ხვრელის თვისება რა არის? იწოვს ყველაფერს და უკან არაფერს აბრუნებს. 16 მილიონი ლარის პირდაპირი ზარალი მოგვადგა. და რადგან ფიზიკაში ენერგია არ იკარგება და მხოლოდ სახეს იცვლის, ეს მოპარული ფული გარდაიქმნა დამატებით ხარჯად. საბოლოო ჯამში მარტო ჩანგრეული ხიდის ნანგრევების ამოღებას და დემონტაჟს ჩვენი ჯიბიდან დამატებითი 12 მილიონი ლარი დასჭირდა. ანუ ვაშენებთ, ვიხდით, ინგრევა ვიხდით, ნაგავია მოგვაქვს ისევ ვიხდით. დედის ტრაკი. მაგრამ მეგობრებო, მოდით ნუ იქნებით პრიმიტიულები და ნუ დავაბრალებთ ყველაფერს ქართულ ოცნებას. მოდით ცოტა უფრო ღრმად ჩავხედოთ. ფიზიკაში არსებობს ერთი ასეთი ფენომენი, მექანიკური რეზონანსი. როდესაც სისტემაზე მოქმედი გარე ძალის ვიბრაციის სიხშირე ემთხვევა თავად ამ სისტემის ბუნებრივ სიხშირეს, ამპლიტუდა მკვეთრად იზრდება და კონსტრუქცია უბრალოდ ინგრევა. ხო და იცით რეალურად რატომ ინგრევა გზები და ხიდები საქართველოში? იმიტომ რომ ქვეყანაში ვიბრაცია გაზრდილი. და იცით რისი ვიბრაციაა ეს? ეს გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის ფრთისქვეშ ცხოვრების სიხარულის გულისცემით, მეგობრებო. აი გუშინ წვიმისას ვაჟაფშაველას მიმდებარედ გზის ნაწილი რომ უბრალოდ ჩაიშალა. გონიათ კალაძის ბრალია ეგ? არა, ყველაფერი ჩემი ბრალია. ეს გინდა თქვენ.
არა კახი, არანაირად არ არის შენებრივი. ეს ისევ ჩვენი სიხარულის ბრალია. დიახ, 3 მილიონი ადამიანი ერთდროულად უზენაესი ბედნიერებით და მადლიერებით სავს ერთ რიტმში ძგერს. ამდენი გაბრწყინებული გულის ერთდროული ფეთქვა ქმნის კინეტიკურ ტალღას. რა ქნას საწყალმა კომპანია აკორდმა. როგორ ჩაასხას ისეთი ბეტონი, რომელიც ბიზნეს ეპოქაში მცხოვრები ქართველი ერის ბედნიერების ვიბრაციას დააკავებს. ეს ხომ ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენი გულები ანგრევს ამ ესტაკადებს ხალხო. ჩვენი სიხარული. აი, რეგისტრაკი. მეოთხე გაკვეთილი, გეოგრაფია. ჩვენთან ტურისტულ სააგენტოებს ძალიან უყვართ ერთი ფრაზის გამეორება. საქართველოს საოცარი სახელმწიფოა. აქ რომ ჩამოდიხარ, ერთდროულად თითქოს რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობ. და საბედნიეროდ მეგობრებო, ეს მხოლოდ ტურისტებისთვის კი არა, ჩვენთვისაც რეალობა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში კი არა, სხვადასხვა ფეოდალის პირად ეზოში მოგზაურობთ. გეოგრაფია თავისი აკადემიური არსით არის მეცნიერება ერთიან სივრცეზე. ქვეყნის რელიეფი არის ერთიანი, განუყოფელი ორგანიზმი. მაგრამ გეოგრაფიის ახალ სახელმძღვანელოში ტექტონიკურ ფილებს კი არ ვსწავლობთ, არამედ რუკაზე ვეძებთ, რომელი მთა, ტბა და ტყე, რომელ ოლიგარქზეა გაფორმებული. ამოიღეთ ახლა კონტურული რუკები და დავიწყეთ. წარმოიდგინეთ რაჭა, ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე. რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტყეები არ არის უბრალოდ ხეების გროვა. ეს არის ზღვის დონიდან 4000 მეტრამდე გადაჭიმული უნიკალური ეკოლოგიური ზონა. ეს არის ევროპული ზურმუხტის ქსელის ნაწილი, სადაც ხარობს ენდემური კავკასიური სოჭი და აღმოსავლური ნაძვი. იქ დააბიჯებს მურა დათვი, ფოცხვერი, წავი და კავკასიური როჭო. ტოპოგრაფიულად ამ ხეების უზარმაზარი ფესვები იჭერს ნიადაგს და არეგულირებს რიონის აუზს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მთელი რეგიონი მეწყერმა არ ჩამოიტანოს. და მე ამ ყველაფერს ხომ სჭირდება მოვლა პატრონობა. როგორ მიხედავს დედაბუნება მარტო თავის თავს. ამიტომ 2022 წელს ყოველგვარი საჯარო განხილვის გარეშე 104,712 ჰექტარი ტყე სახელმწიფომ 59 წლით გადასცა კომპანიას, რომლის უკანას დავით ხიდაშელი დგას. კაცი, რომელსაც რუსეთის ფედერაციასთან და იქაურ ოლიგარქებთან უშუალო კავშირები აქვს. ფასი და გაინტერესებდათ. 1,200,000 ლარი. ანუ ჰექტარი ენდემური ტყე ხიდაშელმა 11 ლარა დაიღო. თან ამ გადაწყვეტილებით 79 სოფლის მოსახლეობა ფაქტობრივად საკუთარ ტყეში შესვლაზე შეიზღუდა. მერე ხალხმა ისეთი პროტესტი წამოიწყო, 2023 წელს ეს ლიცენზია გააუქმეს. მაგრამ თავარი ხომ თვითონ ინსტინქტია. მოდით გეოგრაფიულ რუკას გავყვეთ. გადავინაცვლოთ ბატონი ბიზნეს მშობლიურ ჭორილაში. იქ სახელმწიფომ 125,000 კვადრატული მეტრი ტყე კომპანია აგროქართუს გადასცა 59 წლით. ფლობელი ეკატერინე ხვედელიძე, ბატონი ბიზნეს მეუღლე. ოფიციალური მიზეზი: გარეული ფრინველების გამრავლების ზონა უნდა მოვაწყოთ. წარმოგიდგენიათ რა რომანტიკულია. სახელმწიფო 125,000 კვადრატს გჩუქნის, რომ მერე იქ ეგზოტიკური ჩიტები გაამრავლა. ავიწიოთ ცოტა მაღლა ბაკურიანში. 2021 წლის დეკემბერში 5630 კვადრატული მეტრი ტყე გადაეცა ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუ თამაზაშვილს. ასე თქვეს, სარეკრეაციო სივრცე უნდა მოვაწყოთ. მოკლედ მთელი გადაცემა უბრალოდ გაკვეთილი, მხოლოდ ამ გადაფორმებებს რომ დავუთმოთ, ზარის დაირეკება და დრო არ გვეყოფ. ამიტომაც მოდით ამ ყველაფერს გეოგრაფიულ რუკაზე ზემოდან დავხედოთ. ზოგიერთი გაუნათლებელი და უმადური იტყვის, ეს ხომ პირდაპირ მე-17 საუკუნის საქართველოს რუკაა. ქვეყანა სათავადოებად და ფეოდალურ მამულებად არის დაფლეთილი და იქ არავის შეგვესვლებაო. კი ბატონო, არ შეგესვლებათ, მაგრამ განათლების სამინისტრომ თქვენნაირ ადამიანებზეც იფიქრა. თუ გინდათ ნახოთ რაჭის ტყეები, არ ვიცი, სადღაც რაღაცა კანიონი, მდინარე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გეოგრაფიის ახალ სახელმძღვანელოში თქვენნაირი ადამიანებისთვის სპეციალურად არის შეტანილი 100-ზე მეტი უნიკალური ილუსტრაცია. ათვალიერეთ მანდ. 500-ზე მეტი ილუსტრაცია შევიდა სრულიად ახალი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა. რადგან იდა ათვალიერე იმ წიგნში ის და იქ ადგილზე მისვლა რა არას გაძლევს არაფერი. ის არის კოღვარი, კიპარი, აღარ არის კომფორტული. აქვე რას ერჩით მე-17 საუკუნეს და ფეოდალურ დაყოფას. თუ გონიათ, რომ ტყეების ფეოდალებზე გადანაწილება და ხალხის იქიდან გამოყრა რამე ეროვნული ტრაგედია, ცოტა გლობალურად ისწავლეთ აზროვნება და შეხედეთ იაპონიას. დღეს ხომ იაპონია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე, მდიდარი
და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქვეყანაა. ხო და იცით ეგ როგორ დაიწყო? ზუსტად მე-17 საუკუნეში, ეგრეთ წოდებულ ედოს პერიოდში იაპონიის ტერიტორია დაყვეს სამთავროებად, რომლებსაც დაიმიოები, ანუ მაშინდელი ფეოდალები მართავდნენ. ამ დაიმიოებმა აიღეს და იაპონიის ტყეები პირდაპირ გაგებით ექსკლუზიურ კერძო საკუთრებად გამოაცხადეს. თავიანთი ძალაუფლების სადემონსტრაციოდ უზარმაზარი ციხესიმაგრეების ასაშენებლად იაპონიის მთები ფაქტობრივად გააპარტახეს. როდესაც ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუვალი გახდა და მეწყრებმა სოფლები წაიღო, შოგუნატმა და დაიმიოებმა გამოიტანეს დასკვნა, ტყეებს ხალხი აზიანებს. და შემოიღეს კანონი, რომელიც ისტორიაში ასე შევიდა. ერთი ხე, ერთი თავი, ერთი ტოტი, ერთი ხელი. ანუ გლეხს, რომელიც დაიმიოს კუთვნილ ტყეში შეშას მოჭრიდა, თავს კვეთდნენ, ხოლო ტოტს თუ აიღებდა, ხელს აჭრიდნენ. ხო და აი ასე გადაარჩინეს ბუნება. ამიტომაც ქართული ოცნება სინამდვილეში კი არ გძარცვავს, იაპონურ სასწაულს გვიმეორებს. თანაც ნუ ხართ ასეთი სულსწრაფები და უმადურები. იაპონიაში მაგ ამბების, ანუ ედოს პერიოდის მერე 4 საუკუნე გავიდა და შედეგი ახლა ჩანს. ჩვენთან კიდევ ედოს პერიოდიდან სულ რაღაც 23 წელია გასული. მეხუთე გაკვეთილი, მათემატიკა. მეგობრებო, სანამ უშუალოდ ამოცანებზე გადავალთ, მინდა სტატისტიკის ფუნდამენტურ მეთოდებზე გესაუბროთ. არსებობს ორი მიდგომა. ერთი არის ეგრეთ წოდებული ტრადიციული, დასავლელი ეკონომისტების მიდგომა და მეორე, ჩვენი ქართული ოცნების ათვისებული. აი მაგალითად, როგორ ითვლის მსოფლიო ეკონომიკას. რაღაც საშინლად მოსაწყენი ტვინის გამბურღავის სტატისტიკებით. წარმოიდგინეთ, ხედან ეს ჰალსტუხიანი ბიუროკრატები და იგონებენ ისეთ რეიტინგებს, როგორიცაა ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ან ჰარვარდის ეკონომიკური კომპლექსურობის ინდექსი, ან კიდევ რაღაცა. გეძინებათ ხო უკვე? მინდია არაბული თვლემს უკანა მერხს. ამიტომაც ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ეკონომიკა ბევრად უფრო საინტერესო, ექშენით სავსე პრინციპით დაითვალოს. და ამ მეთოდს მეცნიერებაში ქვია ტეხასელი სნაიპერის პრინციპი. აი წარმოიდგინეთ კაცი, რომელიც იღებს თოფს და ბრმად, უმისამართოდ უშვებს ტყვიებს უზარმაზარი ფარდულის კედელზე. ტყვიები ხანსად ხვდება ხანსად, ზოგი მიწაში ერჭობა, ზოგი საერთოდ ცაში მიფრინავს, მაგრამ სადღაც ფარდულის კუთხეში 2-3 ტყვია შემთხვევით ერთმანეთთან ახლოს მოხვდა. წარმოიდგინეთ, ხო? ამ დროს მიდის ეს ჩვენი სნაიპერი, იღებს წითელ საღებავს, ამ ორი ტყვიის გარშემო ხატავს სამიზნეს და ამაყად აცხადებს. ნახეთ, პირდაპირ 10-იანში გავარტყით. ხო და როცა ქართული ოცნება საქართველოს ეკონომიკურ საოცრებებზე საუბრობს, ზუსტად ასე იქცევა. აი იმ დასავლურ ინდექსებში, რომლებიც ჩვენ ზემოთ ვახსენეთ, საქართველო ხან 90-ე ადგილზეა, ხან 130-ზე, ხან მე-200-ზე. აი სულ სხვა საქმეა ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. ოპა, აქ 165 ქვეყანას შორის 26 ადგილზე ვართ. მირბის ეგრევე ეკონომიკის სამინისტრო იღებს ფლომასტერს, შემოხაზავს ამ ფრეიზერს, დახატავს სამიზნეს და ტელევიზორში გეუბნებათ. რეგიონული ლიდერი ყველა მიმართულებით და თავისუფალი სტატუსის მქონე ერთადერთი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატებს შორის. საქართველოს უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას ევროკავშირის ყველა კანდიდატს ნატოსა და ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს. თან იცით ამ ფრეიზერის ინდექსში ქულას რა გიმატებთ? მაგალითად ის, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს სამსახურიდან ახსნა განმარტების გარეშე გაგაგდოს. ლიდერი მთელ მსოფლიოში თავისუფლებს სტატუსით და ტრანსფორმაციის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. დიახ, ეს არის ნამდვილი ველური დასავლეთის თავისუფლება. ჩვენთან ექშენია, ჩვენ ტეხასელი სნაიპერები ვართ. და ეს მიდგომა მარტო საერთაშორისო რეიტინგებში კი არ მუშაობს, ეს პირდაპირ თქვენს დახლებზე და მაცივრებში მუშაობს. აი ავიღოთ ჩვენი ყოველდღიური ეკონომიკა. თქვენ რიგითი მოქალაქე, შედიხართ მაღაზიაში და გლეხური პრიმიტიული მათემატიკით იწყებთ თვალს. ხედავთ, რომ ბოსტნეული 46%-ით გაძვირდა, პური 32-ით, ზეთი, შაქარი, საწვავი, წამლები, ყველაფერი ცეცხლის ფასშია. იხედებით საფულეში, მერე ცარიელ მაცივარში და თქვენი მოძველებული ლოგიკით წუწუნებთ. ფული აღარაფერში მყოფნის, ინფლაციამ შემჭამ. ახლა კი გადაშალეთ მათემატიკის ახალი სახელმძღვანელო, რომლის მთავარი ავტორიც ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი. როცა ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს გაძვირებულ ფასებზე კითხა, კაცი დაფასთან გამოვიდა, თქვა რომ გაძვირება ტყუილია და პირდაპირ ახალი ფორმულა გაგვიწერა. მე წაგიყვანთა საქონლის რბილ ხორცს და ბორის რბილ ხორცს გაყიდინებთ 10 კილოგრამს 10 ლარში. გესმით ახლა რამხელა უმეცრებაში ცხოვრობდით.
თქვენ რომ 10 ლარი არ ყოფნით და ხორცი ძვირი გონიათ, ეგ იმიტომ რომ ირაკლი კობახიძესთან ერთად არ დადიხართ მაღაზიაში. და ვიცი ახლა ზოგიერთი თქვენგანი იტყვის. კარგი მასწავლებელო, დაუშვათ ეკონომიკა პარადოქსულად იზრდება, მაგრამ სკოლებში ბავშვები რომ შიმშილობენ და უფასო კვება ისევ არ გვაქვს, ეგ როგორ ავხსნათ? კარგი კითხვა, ყოჩახ. და აი პასუხიც. ალგებრა გვასწავლის, რომ ნებისმიერ რთულ განტოლებაში ამოხსნისას ყოველთვის უნდა გაითვალისწინო უცნობი ცვლადი. დიახ, ამ შემთხვევაში პირდაპირი გაგებით უცნობს გულისხმობთ. უცნობის ცვლადს. ყველაზე დიშოვი რაღაცეები რაც არის რომ აბა იგი ბავშვებს პური არ აქვს ვერ ჭამენ და რა დროს ჩემპიონატია და ის გაძვირდა 5 თეთრით და 5 ლარით და რაღაცა რა. ჩები რა. ხედავთ რა მარტივია. როცა განტოლებაში შემოყავთ უცნობი, ეგრევე ირკვევა რომ ბავშვების შიმშილი არაფერი ისეთი არაა. ამიტომაც უნდა დაიკიდა. პური არ აქვს ვერ ჭამენ და რა დროს ჩემპიონატია და დედის ტრაკი და დენირო რა დენი. ო დენირო. ნუ კი დენირო რა. მეექვსე გაკვეთილი ფიზკულტურა. წესითა და რიგით ამ გაკვეთილზე ოპოზიციაზე სამოქალაქო აქტივისტებსა და ზოგადად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ფიზიკური ძალადობა უნდა გვესწავლო. უნდა გაგვევლო პრაქტიკული სავარჯიშოები, როგორ დახვდეთ ადამიანს სადარბაზოსთან, როგორ გამოვიყენოთ ჯგუფური უპირატესობა 4-1-ზე და როგორ დავარტყათ ზურგიდან ეროვნული ღირებულებების დაცვის მოტივით. მაგრამ დღეს ფიზკულტურის გაკვეთილი გისდევათ, იმიტომ რამდენჯერაც ფიზკულტურის მასწავლებელს მოვიყვანთ, ეგრევე პარლამენტში მიყავთ. რამდენი ასეთი შემთხვევა იყო უკვე სამწუხაროდ. ეხა ბოლოს აგერეს გენო და ლაშა. ის დიდი ტიპი ლაშა, ხო გახსოვთ, ფიზიკის მასწავლებლით რო ვარჯიშობ. ასე რომ მეგობრებო, დღეისათვის სულ ესე. ხოლო ყველა ჩვენგანის საშინაო დავალება ერთადერთი რამაა, რომ ეს სატირული გადაცემა, სატირულ გადაცემად დარჩეს და რეალობაში არ გადმოიყვანოს. მე ბექა ყორშია ვარ. ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, ძალიან დიდი მადლობა რომ გვიკომენტარებთ და გვალაიქებთ. ჩვენ ყველაფერს კითხულობთ და მადლიერებით მივსებით. დროებით.